მიმღებლობა არის ჩემი სუპერძალა, ალიშა ორტეგოს მიხედვით. მოცემული წიგნი მსოფლიოს ყველა ბავშვისთვის არის დაწერილი. ასე ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ჯერ ჩვენი თავი გვიყვარდეს და ასე შევძლოთ ყველას მიღება ჩვენს ირგვლივ, რადგანაც მსოფლიო ძალიან მოსაწყენი ადგილი იქნებოდა, ყველანი რომ ერთმანეთს ვგავდეთ. ამიტომაც, მოდი ვიზეიმოთ, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და არასოდეს შეგვრცხვას ამის. გამარჯობა, მე ლიზა ვარ, 7 წლის. მე ძალიან მშვიდი ვარ და ნაკლებად ცოლკი. უამრავი ჰობი მაქვს, მათ შორის ერთ-ერთი სიმღერაა. ძალიან ხმამაღლა ვმღერი ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ჩემს ოთახში და არა სახალხოდ. ახლა მინდა ერთი ამბავი გიამბოთ. როგორც წესი, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე, მაგრამ გუშინ ჩემმა მეგობარმა ლუკასმა ძალიან მაწყენინა. ის ჩემი სკოლის ერთ-ერთი მეგობარია. როგორც წესი, კარგად იქცევა ხოლმე, მაგრამ გუშინ რაღაც ძალიან მიუღებელი ჩაიდინა. რადგანაც, როდესაც ყველანი ერთად ვთამაშობდით, მან თანაკლასელების წინაშე დამცინა ჩემი სათვალეების გამო. ეს ისეთი სევდიანი იყო. როდესაც სახლში მივედი, რა თქმა უნდა, მომინდა რომ დედასთვის გამეზიარებინა მომხდარი ამბავი. და დედას ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა, რომ ისეთივე ყოფილიყავი, როგორიც სხვები არიან. დედა კი ძალიან ჩამეხუტა და მითხრა: შენი ძალიან კარგად მესმის ჩემო საყვარელო, მაგრამ მოდი ვეცდები აგიხსნა, რომ მსოფლიოში ყველანი რომ ერთმანეთს ვგავდეთ, ეს ადგილი ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნებოდა. ჩვენ ყველანი განსხვავდებით ჩვენი წონის, კანის ფერის, თმის ფერის, ზოგიერთი ჩვენგანი სათვალეს ატარებს. ამიტომაც ვართ ყველანი განსხვავებულები და სწორედ ამითი არის ძალიან საინტერესო მსოფლიო. აქამდე არასოდეს დავფიქრებულ ვარ ამის შესახებ. გონი დედა მართალია. შემდეგ მამა მოვიდა, რომელსაც ხელში ხილი ეჭირა და რაღაც მითხრა. მე ხელში მიჭირავს მწიფე ვაშლი და ბანანი. შეიძლება გკითხო, რომელი გიყვარს უფრო მეტად? არც ერთი, ვუპასუხე მამას, მე ორივე ერთნაირად მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან? კი, ვუპასუხე მამას და მივხვდი რა თამაშსაც მეთამაშებოდა. ალბათ ამ თემასთან არის დაკავშირებული, ხო? ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, მითხრა დედამ. სწორედ ამიტომ ვართ უნიკალურები და ყველანი ვსაუბრობთ განსხვავებულ ენაზე და ასევე ვფიქრობთ განსხვავებულად. მაგალითად, მამა ჩვენგან ძალიან განსხვავებულია. მას ნახევარ თავზე თმას საერთოდ არ აქვს. თუმცა ამ უნიკალური მხარის გამო მე ის კიდევ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ნაკლებად. ასევე მოდი გავიხსენოთ ძია ჯიმი, რომელსაც ხვეული თმა აქვს და ასევე ის ეტლით მოსარგებლეა. მართალია, თქვა მამამ, მას საერთოდაც არც კი შეუძლია სიარული. თუმცა ვერაფერ მას შეაჩერა კალათბურთის ტურნირში ოქროს მედლის მოპოვებაში. და შემდეგ დავიწყე ყველა იმ ადამიანზე ფიქრი, ვისაც ვიცნობდი. მათ ყველას რაღაც განასხვავებდა ერთმანეთისაგან და ყველას თავისი უნიკალური და ძლიერი მხარე ჰქონდა.
ყველაზე ძალიან გიყვარს და მოგწონს შენს თავში. დიდი მადლობა, შეხვედრამდე.